ეხლა მივდივართ ვარჯიშზე, კაკო იწევს ჩვენთან ვარჯიშს და მოკლედ 7 აგვისტოდან 7 თებერვლამდე უნდა ჩავაყენოთ ისეთ ფორმაში, რომ საუკეთესო ვერსია იყოს თავის ხიპის გარეშე, ჯანზე, მაგარი გამძლე, მომზადებული და ხან ჯუნგლებში რო არის და რაღაც თავის თავგადასავლებში მაგარი ხოძე რო იყოს და არავის არ ჩამორჩეს. არავის არ ჩამორჩეს კი არა, მე ვიზახი რომ ყველაზე ჯანიანი იუთუბერი იქნება ცოტა ხანში. გამეს დაამატებ? კი, ძალიან მაგარი ამბავია და ძალიან მაგარია რომ ეგეთ რაღაცას, ეგეთ ჩელენჯს მოკიდა ხელი კაკომ რომ 6 თვე აქვს რომ გახდეს fittest on YouTube და მიხარია რომ KG ეხმარება და ივიკო მაგაში კაკოს და ძალიან გვჯერა მაგამბის და ნახავთ 6 თვეში რა იქნება. ეხლა მივდივართ დარბაზში რომ პირველი ვიდეო გადავიღოთ. YouTube-ის ვიდეოს იღებს საბოლოო ჯამში 6 თვის მერე იქნება ერთი დიდი ეპიზოდი YouTube-ის, სადაც თავის ტრანსფორმაციას გამოაჩენს და დღეს არის პირველი დღე, სადაც ეს გადაღება იქნება. კაკო იღებს თავის ტრანსფორმაციაზე და თვითონ ანუ კაკოს ვიდეო იქნება მისი პერსპექტივიდან ან როგორია ვარჯიში და ივიკოს ვიდეო კაკოზე იქნება ტრენერის პერსპექტივიდან როგორია. ეხლა ჩვენ უკვე ტრენერის პერსპექტივა გადავიღეთ. თქვით რომ კაკო მოვიდა ვითომ თავისი განათებით, მაგრამ ვარჯიში მაინც არ გაიბაზება. ვარჯიში მაინც ჩატარდება. ოპა. ეს უნდა გავაკეთო. ოპა. 6 თვეში six packs-ზე მიირტყავ. აი, გერობას მაძლევს. კი. ჯერა, ჩვენ ჯერა. Hello. Iviko TV. How are you? კოსტუმს ვუკერავთ. თუ გარშემოწერილობა გვინდა, ანუ იდეაში ზომების პონჩი იზომება 3, ეს და ეს და შეგვიძლია დამატებით ხელი ავიღოთ კიდე, მაგრამ ხელზე ესეთი კუნთი ექნება, რომ გაცილებით უფრო დიდი ხელი ექნება ვიდრე ეს, რაც ახლა აქვს. მოდი ახლა ხელს მაგალითად დინამი ავიღოთ და შეიძლება ეფექტური შეიძლება ზამიშნოვანი იყოს ფიტნესისთვის. აი, ეფექტური იყოს ვიდეო და ამიტომ რა ვიღებ 6-7 რაც ვაქვს ყველაფერი ავიღებ. რების გასავას აპირებ, არ ვიცი, ხოი. მე გავალ. თქვენ არჩით. მოდი გააკეთე ეხლა. დავай, მიდი. ავიდო, ყველაფერი შად. აი ეგ. აბა მოკაჩი მაგა, დავარ. მე სამი თვე მოკაჩი. გობრუნდება. მოკლედ დღეში 2 ვარჯიშს. ეხლა არის შაბათი და მოსულები ვართ პირველი ვარჯიშის ჩასატარებლად და რა თქმა უნდა კამერა ისევ მე მიჭირავს, მე ვიღებ, მაგრამ ივიკოსაც ვალაპარაკებთ იმედია. დღეს პირველი ვარჯიში. სადაც უეწვალები სნეჩის და კლინის უნარებს. კი. სნეჩის მე კლინის. და მე საღამოს ვიქნება უფრო მეტი ვარჯიშია. გამძლეობის ვარჯიშები და კარდიო დატვირთვები რა. ცოტა აზე მოვიდეთ. თან პარალელურად დღეს დილით ვავარჯიშეთ ჩვენი საქართველოს სიამაყე იუთუბერებში კაკო. კიდე ყავს აგერ სტუმრად სავარჯიშოთ. კატნა ტატიშვილი და გულა ტატიშვილი. ფუირო გული რო გვიგზნობს რომ კიკეთის ფერმაში იქნება KG მალე. მე არ ვიტყოს, ვიდრე შენ უნდა თქვა ეგ. და ვფიქრობთ მაგას და ჯერ მომენტ რაზრიქეს წინასწარ, მაგრამ მოკლედ რა აქტიურად ფიქრობთ როგორ და რაიმე მოლაპარაკების დონეზე და მე დაგიბრუნდებით შედეგებით უკვე. რა შვებით? ვიტო, რავი, მაგრა საკაიფო თქვით ვინც.
ეს ძილის პრობლემა და რამე არ არის? ეგრევე? საღო. იასნია. რა ხდება, რა დუჟენია არის, როდის იწყება ის ჭიდაობა? ჭიდაობა ხვალია. ბიჭო, თუ შოჭიდაო? არა, ვიცი გავხარა. ქავთა რიმინა. რამე ჩაუყარე შეჭი. მე იმას ბატონაში ჭიდაო. რა ზონაში? მართლა დაყოფა არის ზონაში? აბსოლუტურად ჭიდაო, რომ ორი შანსი მქონდეს. საღო, მაგარია. კაია, კაი ქვეყანა არის. მე მეორე თქვა რა. რა ყველგან ხდება რა. მართლა ყველგან გინდა და ვერაფერს ვერ ამასობაში აქაურებად საკმაოდ იხოტება კორიდორი გალავას და კედლები არის ვარდისფერი. აქ რაღაცებს ვამატებთ. აქ იქნება პატარა სკამები, ესე ბარის და აქ იქნება შესაძლებელი შტაბსელები და სანამ ვარჯიში დაიწყება შეგიძლიათ ხოლმე დასხდეთ და Wi-Fi, მუსიკა. აქეთ მხარეს იქნება ყავა და შოპი. და ხალხი რა შემოვა რაღაც დაჩილაუდება რა. მარტო რო იღებდე ამ ყველაფერს იმინა შანს არ გიტოვებ მუშანს ოთხარ რომ მაინც კარგ ფორმაში უნდა იყო იმიტომ რომ გიწევს სერბელი წინ დაუყანდა პროსუდი თვითონ ახალი სპორტი არის როგორც თქვა MMA-ის საქართველოსთვის და გონია რომ როგორც MMA-ის შევაბიჯეთ და ამის პრემიერი ვერაპლანიშინი ზუსტად აი ესე პროსუდი თანაც მივედით და რინოვა შევდივართ და ერთ-ერთი პიონერი მე ვარ რომ მაგ სპორტშიც ჩვენი ადგილი დავუმოკლოთ და ჩვენი სახელი გავაცნოთ თელ დინამიკას და იმედი მაქვს რომ სხვა კომპანიებიც მიხვდებიან ამ მნიშვნელობას და გვეჭირებიან და ჩვენც ძალიან ადეკვატურად მივიღებთ ამ დახმარებას. დღეს არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი ჩვენთვის დღე როცა იგივენაირი სასიკვდილო ვარჯიშები მიმდინარეობს და პირველი ვარჯიშის მერე დავით ერაძე მოვიდა ჩვენთან ერა არის ჩვენი ძმა და ჩვენი სიყვარული ყოველთვის ჩვენ გვერდში არის და ყურადღება არასდროს მოუკლია ჩვენთვის თუ კი რამე სპორტული ღონისძიება არის მაღალ დონეზე თუ საქართველოს დონეზე ჩვენ გვერდში არის და მაგისთვის ძალიან დიდი მადლობა ერას ერა მადლობა დიდი. მადლობა შენ რომ ესეთი მაგარი ხარ. სულ ყურადღებით და სულ ძმადაცმო და სულ ჩვენ გვერდში. საოცარი ავსაფია პიარი, ივიკოს, საოცარი. მარკეტინგი, კრეატიული დირექტორი, ყველაფრის დირექტორი არის ვაფშე ანა არის. სულ და გული. ყველაზე დიდი პლუსი ანის რაც აქვს, ძაღლები უყვარს. ხო, ეგ მართლა პლუსია. ხო ის დღეს არაფერი არ მოხდა რა მნიშვნელოვანი ჩემ ცხოვრებაში უბრალოდ ძაღლები ვნახე ეგ მოხდა კაიო და ეგრე ვართ რა ძაღლები შენც ვიცი რომ ძალიან და ოთახში მივდივარ და ისო შემხვდება კარგად ვარ 4 შაბათი საღამო არის 8 საათი ივიკოს ვარჯიში მიმდინარეობს თან კადრებს გაჩვენებთ ივიკოს ვარჯიშიდან თან ხალხს გაგაცნობთ ალბათ გაინტერესებთ ვინ დადის ჩვენთან ვინები არიან ეს ადამიანები ეს კარგი შვენიერი, ლამაზი, ჯანსაღი ადამიანები. თეო გაიცანით და მისი შვილი. დაგვიქცი ხელი. თეო არის ლანდშაფტის დიზაინერი და აი აქ კორიდორში ლამაზი მცენარეები რა გვაქვს. აი აქ. თეო მაგვარჩევია. ეს არის ივა. იქეთ ცკიტო არის ჩვენი სიყვარული. ირაკლი ცკიტიშვილი გაიცანით. ჩვენი ოდითგან კეიჯელი. გაიცანით ანა ნაკაიძე, ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენი გამოცდილი CrossFit-ის მსაჯი და მოკლედ უკომპეტენტურესი მწვრთნელი, რომელიც დროებით სწავლაში არის გადართული, მაგრამ სექტემბრიდან დაგვიბრუნდება და გვექნება ბედნიერება, რომ მის კლასებში ჩვენც ჩავერთოთ და
ვარჯიშებზე დავესწროთ. და არის ყველაზე მოხოდილი CrossFit-ერი გოგო, ვისაც მე ვიცნობ, აგ ეთყობა, როვერს როგორც ერთი გამოკაჩა, ორი გამოკაჩა. კაი, გადავიდე ჩაგეთ. მაგდა ინტერიერის დიზაინერი. პროფესიებს რო გეუბნებით, მიყვარს. ნოდო არის ძიუდოისტი. საქართველოს იმედი. მომავალი და ახლანდელიც ვარსკვლავი, პრინციპში იმდენი ჯილდოები აქვს, რომ კაი, კიდე ქეთო, ჩვენი კონტენტ კრეატორი, თეთრი თავით. თვითონ რომ დასდევს ყველას კამერით და ეხლა მე თვითონ რომ დავსდევ კამერით. ქეთო. გაიცანით, ეს არის ქეთო. ამისმენე 2 რაუნდს ჩვენი დაგეთ, როგორც რაუნდი არ დამთავრებულა. 10 აბსენტ დაუნდი დაგჭა. გავს ამოსი დავხი ეს 10 ჯერზე გამოდის ერთი რაუნდი. სულ საბოლოო ჯამში 3 რაუნდი უნდა გავაკეთო. 10 დედრიში, ბარი, 10 ჰეკავარსში, 10 აბსენტ დაუნდი და 10 ნალორი. დავაი, let's go. მოგახვედრე. ეს ანალიზები მომევიდა, რომ ძალიან გადაღლილი ვარ და მაგრა გამო. ცოტა ხმავალთ, რა შეიძლება არის მის. ძალიან გადაღლილი ვარ, ეგეთი ანალიზები მომევიდა და არ მომეწონა და სტრესში ვარ. და არ მაცლიან საშუალებას, არ მაძლევენ ნორმალურად მოემზადო. მანერვიულებენ 1000 რაღაცა თემით და მეც შენ სანერვიულო გაქვს იქ სპონსორებს ეძებ. ნუ ანერვიულებთ ამ კაცს. და სპონსორები მაინც ნუ მანერვიულებ. ბიჭო, დამასპონსორეთ. მაგაზე მაგარ იმას რაც დაასპონსორებ. ულაობა, დავაი. მიდიც ქიტო. კაი, იყო გუშინ კიკეთის ფერმაში? წვადები ჭამე? წვადები. თუ კრახუნა დალიე. კაფს კი მივარჯიშა, ივიკომ ჩაატარა ვარჯიში და ეხლა კიდევ უნდა ივარჯიშოს, მაგრამ ეხლა ველოდებით ლუკას და ანას რომ სპონსორების ამბავი გავიაროთ. როგორც იცით და არ იცით, ეს უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ ყველგან მაგავსწერთ, რომ მივდივართ ლას-ვეგასში CrossFit Games-ზე. ივიკო არის ფინალში და გჭირდება სპონსორი აუცილებლად. ამიტომ ვისაც მიგიწვდებათ ხმა, ან ხართ ეგეთი კომპანიის წარმომადგენლები, ჩაერთეთ, დავგსტალკეთ Instagram-ზე, ნახეთ რას ვაკეთებთ, რა ხალხი ვართ და მოდით. YouTube-ის ლოგში მოხვდით. ერთი სიტყვით თქვით სპონსორებისთვის მესიჯი. მაგას არ ვეთქვი რეალურად რატომ უნდა დაგვასპონსორონ, მხოლოდ და მხოლოდ იმას ვეთქვით, რომ მცირეა დრო და გავიმეორდები და ხო ანუ იმის ახსნას არც დავიწყებთ, რატომ უნდა დაგვასპონსორონ ჩვენ რატომ უნდა ავირჩიოთ სპონსორის. მაგაზე გვაქვს ძირითადი აქცენტი, იმიტომ რომ ისე ვამბობთ, ბიტკოინი ვართ 2013 წელს. ყველას უნდა ჩვენთან თანამშრომლობა და ურთიერთობა. შესაბამისად 10 აგვისტო რახან თქვით ცოტა დრო გვაქვს. ჩვენი სიამაყე ლოშიკო ჩემი სიყვარული აი ბულგზე და მაწონზე ბულგზე და მაწონზე მყავს ბულგზე და მაწონზე მყავს არ უაკლებ არა ეს კონტენტისთვისაა რა თვითონ ჯანსაღად ხალხი არ გასპონსორებს მაგრამ დაგვასპონსორებს ლევანის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა კალათბურთის 18-მა გოგოებმა მოიგეს ევროპის ჩემპიონატი და ეს არის ლევანის დამსახურება ხმამაღლა და გულწრფელად ანდყომია ეგამბაური ეს არის გმირიკასი ჩემი ძმა დივიზიონსაც და ჩემი ერთგული მებრძოლი არის ლევანი KG-ის მწვრთნელი და პახოდო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კალათბურთელი გოგოების და პახოდო TSE-ს მწვრთნელი კალათბურთელების ჩემთან ერთად ჩემი ძმა არის და ამის იმედი მაქვს ახალი ბოტასები და რაღაც გასვეჟებული გასექსუალურებული არის ხო და ეხლა იმაშვება რა ქვია ხაჭოს უბრახუნებს
ლაშა ტალახაძე მოდის ჩვენთან სტუმრად რომ ვივარჯიშოთ ვეითლიფტინგისთვის და ვართ ესე რა ხოძზე ვართ მოკლედ აგერ ჩემი პერსპექტიული ათლეტი მწვრთნელი KJ ლუკა ჩვენი გული და სული აგერ არის მოლოდინში აგერ ჩვენი კრეატიული დირექტორშა მარკეტინგშა ისა ესა ყველაფერი კონტენტი ყველაფერი აი გინდა როგორი იყო ფეილი თქვა? აი ფეილისთვის ზადოა რომ მე არა ფეილისთვის იყო და წარმატებისთვის ზად გაიგე ყველაფრისთვის ზადოა აი ლეგენდა გვავარჯიშებს და სხვა მუღამია გვაქვს ო რა სტუმრად მოვიდა ჩვენი მოვარჯიშა და მეგობარი და სიყვარული და KJ-ი და იცი ტატუ სად გაქვს ტატუ? აი მეგობრებო თუ არ იცით ეხა იცით ეხა მოვჭით მეორე ვარჯიშს დღეს ლაშა ტალხაძეს მძიმე ვარჯიშს მე მქონდა მეორე ცოტა გეიმსი სიმულაციური ვარჯიში რა ისეთი ვარჯიში რომელიც გააქვს თავის ტემპით და ინტენსივობით ისეთ ვარჯიშებს რაც შეიძლება მოვიდეს CrossFit Games ფინალში დღეს გავაკეთე 300 მეტრა სირბილი მერე 12 deadlift-ი 110 კილოთი შტანგით ითანო ვარჯიშობს ისეთი ვარჯიშები CrossFit-ში სადაც სამივე კომპონენტი არის ხოლმე რა ანუ გამძლეობის სირბილი იქნება როვერი იქნება თუ სკიერგი იქნება რა სადაც გული გვეტივი ერთება და პახოვდუ პანვარჯიშის ვარჯიში და პახოვდუ weightlifting-ის ვარჯიში სამი კომპონენტი თუ არის ძალიან დაბრუნდა გამოდეს თუ დროში აკეთებ რო რაც შეიძლება ბევრჯერ გააკეთო რა ამბობს თუ აკეთებ რა as many round as possible რო ეძახით ჩვენი პირველი YouTube-ის vlog-ი live-შია დავდეთ როგორც იქნა ძალიან ბევრი წვალების მერე იმიტომ რომ დროულად მაინც ვერ გავაკეთეთ რაღაც და მიზეზების გამო მაგრამ დაიდო live-შია და ეხლა მეორე vlog-ისთვის ვიღებ უკვე აღმეტევას ამიტომ წარმატებები ჩვენ ეს მესიჯი იქნებოდა ჩემი აზრით რა რომ ამ ხალხთან მივიტანოთ ის რომ შენ მდგომარეობაშივე შეგიძლია რომ ძალიან ბედნიერი იყო შემოცემულობაში იგივენაირი დოზის ბედნიერი იყო რა ხო კაია ხო просто არ უნდა მოვედო ის არ გაგიმართოს ურაზე ხო ანუ ბევრი იდეა ვთქვით ყველაფერს მე მგონი ერთ რეკლამაში ვერ ჩავდებთ და არა გავცხილო ჩემი აზრით ის მესიჯი თვითონ რომ ჩვენ არა პრიმიტიულად ანუ არა რიგითულად ვაჩვენებთ იმას რომ მოდი ჩვენთან და გახთი ძლიერი დიდი კუნთებით კი არ ვაჩვენებთ და რომ ვაჩვენებთ იყავ შემიცხარ იყავ ეგროჟა და просто მოდი ჩვენთან და ისე ვის იყავი просто რაღაცა ნიუანსი შეიტანე პროგრესის პუნქტში რა ჩვენ გიებაზრებით რომ ჩვენ ტრაგზე ნუ კონცენტრირდები და შენ მუცელზე ნუ კონცენტრირდები შენ იმაზე კონცენტრირდი რომ შენ სხვადასხვა უნარები განვითარებული გქონდეს და მაგით იყო უფრო უკეთესი მორგებული ცხოვრებაზე ხო ანუ შინაარსი ეგ არის რომ დაბალანსებულად სხვადასხვა უნარს რო არ ვითარებ რაც ჩვენთან ხდება მე უფრო სასარგებლო ტიპი ხარ ცხოვრებაში რა უკეთესი მამა ხარ უკეთესი ქმარი ხარ შვილი ხარ ფუნქციურად ვიძახი ისმის ეგ მიმართულებაც მომწონს просто იქ ცალკე ისაშება მაგასაც მიაწვევს ცხოვრებაში როგორ გადგება ის ვარჯიში რომ ბავშვს
ვიღაც მამაში რომ ვერ ააგდოს ვარჯიშო. ხო და ახოდო ისიც რომ აი რაღაც რა მოიხრები შეიძლება რა ანუ აი გიჟური თამაშოს აღება გეზარება და წელი გეტკინება რომ მოიხრები. ხო და ეგეს და კი იყავი რაც ხარ ბუნებრივი ნატურალური ვაფშე არ გჭირდება ზედმეტი თან ჩვენ რაღაცებს ეხმაურება კარგად ტიტულები არ გჭირდება სრულყოფილება ბლა რაც გვიწერია ბრედბუქში რა და კარგად ერგება ყველაფერს რომ 15 წლის ხარ მოდი ვარჯიშე მამა ხარ მოდი ვარჯიშე დედა ხარ 15 შვილით მოდი ვარჯიშე და სპორტულები კი არ უნდა იყიდო რომ დაიწყო უნდა დაიწყო რომ მე ის უფრო მოგიხდეს პუნჩი მოვედით აგერ biggest name დღეს არის პარასკევი გადაღების დღე ხო რა ბორჩხარი biggest name თავის საქმეში ყველაზე მაგარი რეჟისორია მარტო ნაკაცურად თავის სვეტში გაკეთებული საქმეებიდან გამომდინარე დღეს ვიღებთ Cage-ის საიმიჯო რეკლამას რა იმიტომ რომ დღეს ძალიან მარტო ხვალ გარბეს ლივერპულში დღეს უნდა გავაკეთოთ 1-3 დღის საქმე ხო და რა კიდე ჩვენი biggest name painter და არტისტი რომელიც ყველაფერში გვერდში გვიდგას და კარგი ჩემი ოჯახის წევრები არიან რომლებიც ძალიან მიყვარს და ორივე თავის საქმეში ძალიან მაგრებია აქ მინდა გვერდებში ეფექტი გულე ექსო მოგვიყევი დღეს რომელ საათზე აგაყენეს დღეს დილის 8 საათიდან ყველა მსახიობზე რეჟისორზე და მომავალ ჩემპიონზე ადრე რატომღაც მე მომიწია შრომა და ჯანმრთელობა მიმდინარეობს გადაღების პროცესი პირველი კადრი კორტებზე ალკინიკის ფილიალში. ნუ არტისტიზმი იმინა რა მოწოდებს იმან. არა, კარგად იკრავს და იმაჯინა ხელი შემოწმეს ხანაირი ემოციით. ოკეი. მოვედი შემდეგ ლოკაციაზე, ეხლა ვიღებთ ივიკოს როგორ დარბის ლიფტი. Come, go with me. Move with me. Come, go with me. Come, move with me. Stop, jump, go with me. Feel the musical vibration. Feel the cool vibration. Running around my brain. Waiting for the charter. ბორჩხას ვაჩვენებთ საკია Cage-ის ბრილიანტებს რა. აუხსენით სკიები როგორ ეკეთება და ეხლა აკეთებს როვერს და სკიები საკეთებ და მაგრა საკაიფეთ. მიდი გაუდეს საკეთებდა. აუ ეგ კადრი როგორ ვერ მოვასწარი რომ დამეჭირა რა. მიდი როგორ ეხლა გვაქვს პატარა შესვენება გადაღებებს შორის და მე მგონი ამასობაში მზეში დავისიცხესო და აი მეკოც მოვიდა. ეხლა უნდა წავიდეთ ვაკეში ტრეკზე რომ ლუკამ და მეკო მიბინონ და ეკადრები გადავიღოთ და ისეც ხელა დღეს რომ Cage-ში ვარ ჩემოსულები ცოტა გრილდებით წყალი დავიეთ და სულს ვითქვავთ და წავალთ ალბათ. მეკო. ლოქში ხარ?
ის კადრები დავარეკავეროთ, ეხა ვიდი რაღაცა. ის კადრები, პირველი ვლოგის კადრები. რა კაი კაცია? ცუდი რამაცია. არაფერი, ერთი აქეთ ჩაგხედოთ. ემიდა on flick. შემდეგ კადრზე გადმოვიდეთ. მეყვარს ხოლმე მე რო ვაჯამებ ყველაფერს და თან ვიყვებით რა ხდება. შემდეგი კადრი არის სკუტერზე ვიღებ ორ ადამიანს და მოვედით მაღლივის ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე და ჩვენ მოვარჯიშეს ვიღებთ გეგას და მიშოპარებს ეს არის პორჩა და ივიკო თავისი შუშტაბით და ვარდისფერი ძირითადად ძალიან გიჟური ორი დღე არის წინ ეს დღევანდელი დღე ხო ერთ დღეში ხდება ძალიან რაღაც გადაღება რაც სავარაუდოდ ალბათ ერთი კვირის სამზადისი არის ხოლმე თუ მეტის არა და ერთ დღეში ნაღდათ არ კეთდება ხოლმე და ჩვენ როგორც ყოველთვის აქვს პროგრამა მაქსიმუმი და ხვალად ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება არ ვიცი შეიძლება ამ ვლოგში არ მოხდეს და შემდეგ ვლოგში მოხდეს ეგ კადრები მაგრამ აი გიჟური დატვირთული დღეებია საერთოდ ბოლო პერიოდი ალბათ ბოლო 3 თვე სულ ეგეთია და ალბათ სანამ ლას-ვეგასის ტრიპი შედგება, ეგრე იქნება სულ და იქაც ხო ძალიან გიჟური რაღაცები მოხდება, მაგრამ ენერგია ვერ ასწრებს დაგროვებას, ეგრევე იხარჯება ელემენტი, ეგრევე კუკ ჩადის ხოლმე. მაგრამ ასწორებს იმდენი რაღაცა არის სახალისა და თან საინტერესო. მიფუტებული უნდა იყოს რა იმენა. მიფუტებული რა მაგრამ. მოკლედ ეხა გადავიღეთ გოგოს და ბიჭის სცენა მაგ ჩვენთან, ჩვენ ტერიტორიაზე და ეხა აქ უნდა გადავიღოთ. პატარა საფრანგეთის მე-13 რაიონს გავსათაურობა. ბორჩხა იმაში არის სამუშაო პროცესში შუსტი გამძვრა კვენტინ ტარანტინო ძალიან მაგარი კადრებია გეგა და ელენე What was the future? We ain't never gonna stop. Come, go with me.